ლევან მაჭავარიანის განცხადება საფასებენ პოლიტიკურ სპექტრში. ის რაც ბატონი მაჭავარიანის პოსტში წერია, რომ თითქოს სანქციებს ითხოვდა ვინმე, ჩვენ ყოველთვის და მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი ადამიანები ითხოვდნენ იმას, რომ სანქციების გვერდის ავლის ადგილი და ქვეყანა არ ყოფილიყო საქართველოს. შესაბამისად, ეხა ეს ყველაფერი, რაც ამ გრძელ პოსტში წერია, არის ამ ყველაფრისგან რაღაცნაირად გამოძრომის მცდელობები. პრობლემას ხედავ იმაში, რომ ერთი კორუმპირებული და აგენტურული მხარე მეორე კორუმპირებულს აბრალებს რაღაც სისულელეებს. ლევან მაჭავარიანს იმდენი პასუხისმგებლობა ეხოს, თავისი შეუსრულებელი დაპირება, რაც არის კვერცხის ფასის შემცირება, მაგას მიხედავს და როგორღაც უკრაინას აგერს რაღაცნაირად ახერხებს და მე რამდენი წელია თავს იცავს რუსეთისგან და მოეშვან ერთი მხარეს და მეორეც რაღაც პოლიტიკურ პოპულიზმ ომთან დაკავშირებით, რომ ომის დროს უამრავი ადამიანი იხოცება და უამრავი უბედურება ხდება და უბრალოდ სასაცილო არის, რომ ლევან მაჭავარიანი ომის კონტექსტში ცდილობს ახლა პოლიტიკური კითხვების დაწერას. კარგად გვახსოვს ის სამარცხონო განცხადებები, რასაც აკეთებდნენ ქართველი NGO-შნიკები, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი რუსეთის შეჭრის შემდგომ, როგორ ერჩივნათ მათ ბომბების წვიმა ჩვენს თავზე, როგორ აცხადებდნენ და აკეთებდნენ განცხადებას ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ზოგადად ჩვენი ქვეყნის დღევანდელ და ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც ჯამაგირს იღებს იმისთვის, რომ ის პოლიტიკა განახორციელოს, იმ მიმართულებით გააკეთონ განცხადება, რაც მაამებელი იქნება მათი დავალების მიმცემებიდან უცხოეთიდან არაფორმალური ძალების თვალსაზრისით. დღეს აბსოლუტურად სხვა რეალობაა. უკვე ცალსახად და ღიად ამბობენ, რომ ნატოს წევრი ვერ გახდება უკრაინა, გაუჭირდება მას ევროკავშირში შესვლა და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ პროქსი ქვეყნად, პროქსი სახელმწიფოდ გამოყენების მცდელობა საქართველოსთან მიმართებით არ გაუვიდათ დღეს, მაგრამ უკრაინამ სამწუხაროდ ვერ დაიცვა თავი ამ ნეგატიური ძალებისგან. უკრაინას პირდებოდნენ პრისიერ გაწევრებას ევროკავშირსა და ნატოში, მაშინ როდესაც ახლა ყოფილი თავდაცვის მინისტრი საუბრობს, რომ ნატოში გაწევრება შორეული პერსპექტივა, ან საერთოდ რამდენად გაწევრდებიან, ეს კაცმა არ იცის. როდესაც საქართველოში ნებისმიერი ადამიანი უბრალოდ კითხვას დასვამდა, თუ როგორ ხდება, როდის ხდება უკრაინა, ან რა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ხდება ნატოს ან ევროკავშირის წევრი, მაშინვე ის რუსეთს უმეტ გადაიქცეოდა, მოღალატედ გადაიქცეოდა, მაშინ და ამ ადამიანებს მიმართ მიმდინარეობდა განსაკუთრებული ბულინგი. და ამ ყველაფერს აკეთებდნენ ის პირები, რომლებიც პირდაპირ გარედან ფინანსდებიან გარემithებას დამორჩილებულები არიან. შესაბამისად, ამ ადამიანებს კიდევ ერთი საფუძველი აქვთ, რომ ბოდიში მოუხადონ მთლიან საზოგადოებას და კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ მათი ადგილი უბრალოდ საჯარო პოლიტიკაში არ არის. გვახსოვს, როდესაც სალომე ზურაბიშვილს აქვს ნათქვამი და ამასთან დაკავშირებით ბატონმა ირაკლი გობახიძემაც ისაუბრა, რომ აგერ თურმე ზელენსკის ხვდებიან წითელი ხალიჩით და თქვენ იყავით ასეო და იყავით ასე ყოფნაში, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას გულისხმობდა, თურმე ეს გალბატონი და რომ დაგვეჯერებინა ასეთი პირებისთვის, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ფორმებით მოგვიწოდებდნენ, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო ან პროქსი სახელმწიფოდ გამოყენებულიყო ჩვენი ქვეყანა, ვიღებდით შედეგს იმ ომის გარსაცს, რაც უკრაინაში იყო.